მოგესალმებით ჰოროსკოპი ჯისმენას მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ ზაგარელი დღეს წარმოგიდგენთ უახლოესი ერთი კვირის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს საუბარია 4-10 აგვისტოს შუალედში მდინარე ასტროლოგიურ პროგნოზზე და პირველში მივაქცევთ ყურადღება ორ გარემოებას. პირველი ის არის, რომ დედამიწა ჯერ კიდევ უარყოფითიან რგოლში აციტყოს ცოტა მეტ ყურადღებას ჯანმრთელობისადმი, ურთიერთობებისადმი, არ გადახვიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებში, არაყვეთ პროვოკაციებს, რომელთა ალბათობა ჯერ კიდევ მაღალია, ჯანმრთელობას სათანადო დრო ყურადღება დაუთმეთ. და ამავდროულად 9 რიცხვი ითხოვს ყურადღებას, ეს არის შაბათი დღე, აქ ჩვენ გვაქვს სავსე მთვარეობა. სავსე მთვარეობა ნიშნავს იმას, რომ მერწყულის და ლომის ზოდიაქალურ ღერძზე ხდება მზის და მთვარის დაპირისპირება ენერგიათა, რაც იწვევს უფრო მეტად ესე დღეებში ტრადიციულად კონფლიქტებს, აგრესიის, დეპრესიის გამოვლენას, ტრაუმულ ავარიულ სიტუაციებს, უფრო მეტი აქვს მოსალოდნელი სხვადასხვა ცდუნებების, შეცდომების დაშვების ალბათობა და ასე შემდგომ. განსაკუთრებულ რიჯ ჯგუფში ამხედველობა, ასევე ვენები დიდხანს ფეხზე ნუიდგებით, ჯობია იაროთ ვიდრე იდგეთ და ასევე გულსიძარღვანი სისტემა. გავფრთხილდით ამ სფეროებს. და ამიტომ ვეცადოთ, რომ 9 რიცხვისთვის, ანუ შაბათისთვის არაფერი მნიშვნელოვანი არ დაგეგმოთ, არანაირ პროვოკაციებს არ აყვეთ და მშვიდად გავიაროთ ეს დღე. შეუულებრივი ყოველდღიური საქმიანობით. რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს, მოიტანხმოთ, რომ ვერძისთვის პრინციპში დინამიური პერიოდი, ამიტომ ერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, იმუნიტეტი მაღალია, ეს ნიშანია, რომ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, შეუძლია საუკეთესო ცნობების გამოვლენა საყოველთაო ყურადღების ცენტრში, შეიძლება აღმოჩნდეს მათ შორის სასქესო პარტნიორული ურთიერთობებისთვის, შვილებთან კონტაქტებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, სადაც შესაძლებლობების მათ შორის იმისა, რომ თქვენ გახდეთ როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი, რადიკალურად გაუმჯობესოთ თქვენი დაუშვათ პერსპექტივები, მათ შორის საცხოვრებრივი კუთხით და გაზარდოთ თქვენი ავტორიტეტის საზოგადოებაში, ყოველივე ამის საშუალება გეკრებათ. კონკურსებში, ლოტარეებში მონაწილეობის მიღებას იქნება საკმაოდ მომგებიანი. ეს კარგია თქვენთვის 8 აგვისტოს დღე და ეს რიცხვი და აღარგა 6 და 7 აგვისტოს დღეები და შესაძლოა ამსეთ ეს რიცხვებიც. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნავადებულებს, მოდით დავუშვათ, რომ დინამიური პერიოდია, მაგრამ მაინც ენერგოტონუსი უკვე დაბალი გაქვთ. ამიტომ ყველაზე კარგი ვარიანტი აქ შეუძლებლობის აღება, დასვენება, თუ ამის საშუალება არ გაქვთ, მაშინ ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ და რაღაც გრანდიოზულ პროექტებში და რაღაც ისეთ საქმეებში არ ჩართოთ, რომელსაც ჭირდება ზედმეტი დაღლა, იმიტომ რომ აქ ენერგიის ტონუსი გაქვთ დაბალი. ადვილად შეიძლება დაიღალოთ, აი ამას მიაქცევთ ყურადღება. აი კარგია ეს პერიოდი მაგალითად საოჯახო საკითხების მოსაგვარებლად, შეიძლება ზოგისთვის ეს იყოს დაუშვათ თუნდაც რემონტის სახლში, რაღაც გალამაზება ინტერიერისა და ასე შემდგომ რაღაცის გადაკეთება. აღნიშნოთ, რომ პერიოდი არ არის ცუდი ურთიერთობების კონტაქტების კუთხით. მგზავრობა მოგზაურობის ხრივ პერიოდი ასევე კარგია და აქ აუცილებლად უნდა განთავისუფლდეთ ილუზიებისაგან. უფრო პრაგმატული უნდა იყოთ ასტრონომიის კუთხით, თუ რაღაც პრობლემები იყოს საქმეებში, ამის გადაწყვეტის შესაძლებელია მოიცალოთ და თუ რაღაც ურთიერთობები იყო გაუგებარი, აი აქაც თვას შორის ყველაფერს მოაწესრიგებთ. ანუ გარკვეული პოზიტიური შანსები უდაოდ აქ, ამ პერიოდს უბრალოდ გავაფრთხილდეთ მეტად ჯანმრთელობას, იმიტომ რომ ის ენერგია, ეს ტონუსი აქ არ არის, რაც ჭირდება ძალიან აქტიური და წარმატებული მოქმედებებისათვის. აი ეს გაითვალისწინეთ. ეს კარგია თქვენთვის 7 აგვისტოს დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 5 და 9 აგვისტოს დღეები და შესაძლოა ამისათ ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნავადებულებს, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიულია, ინიციატივიანია, მოდეს კარგი ორგანიზებული მონაცემებიც აქვს, გონება მახვილია, გენერირება საინტერესო იდეებისა და მატერიალიზაციის შესაძლებლობა გეძლევათ ამ პერიოდში. ერთ სიტყვით საინტერესო და წარმატებული პერიოდია, მათ შორის ფინანსური კუთხითაც კი. თქვენ შეიძლება აქ იპოვოთ საჭირო ადამიანები, ჩართოთ საინტერესო პროექტებში, რაც იქნება ძალიან მომგებიანი. სხვათა შორის ავუშვათ, რომ სწორად წარმართავთ საქმეებს. ეს ის პერიოდი, რომელსაც თუ კარგად გექნებათ გააზრებული თქვენი მოქმედება, მაშინ სარისკო მოქმედებაც იქნება წარმატებული. ახალი მეთოდოლოგია შეიძლება დაანერგოთ საქმიანობაში და გარკვეულწილად რამ შეიძლება შეუშალოს ხელი. ამ პერიოდში თქვენ მთლიანობაში წარმატებულ პერიოდს, ეს არის ზედმეტი, ასე ვთქვათ, თვითკმაყოფილება და თვითარწმენა საკუთარი შესაძლებლობებისადმი და ადვილი ნდობა. მათ შორის სხვებისად, მესე ადვილად ნუენდობით ყველაფერი გადაამოწმეთ და ზედმეტ ამბიციებს თავი დაანებეთ. მაგრამ კონტაქტებისთვის, შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისთვის, მგზავრობა-მოგზაურობისთვის ძალიან კარგი პერიოდია. ეს კარგია თქვენთვის 7 აგვისტოს დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა
5 და ბოცვიხდი ყველას კარგი თქვენთვის 8 აგვისტოს დღე. ეს არის კარგი და არ გივარგათ 6 და 10 აგვისტოს დღეები და რიცხვები, მაგრამ 9 აგვისტო რომ ყველამ დღილად უნდა გავიაროთ, იმიტომ რომ სავსე მთვარეობის მძიმე დღეა, ეს მე მგონი ყველამ ვიცით. რაც შეეხება კირჩხების ზოდიაქოს ნიშნე დაავადებებს, აღნიშნოთ, რომ აქ ენერგოტონუსი გაქვთ ცოტა შემცირებული. ანუ ჯანმრთელობა, რადგან ნაკლებად ბრალი, ადვილად შეიძლება დაიღალოთ. ამიტომ ნუ გადაიღლებთ, იმიტომ რომ შრომის უნარიანობა აქ აშკარად დაკლებულია. მაგრამ ამავდროულად თვითრწმენა საკმაოდ მაღალია. ეს ის პერიოდი, რომლისას თქვენ შეგიძლიათ გაცილებით უფრო დიდზე მოახდინოთ პრეტენზია, ან უფრო რაღაც დიდი გრანდიოზული საკითხების, საქმეების მოგვარება მოინდომოთ. ყოველ შემთხვევაში გარკვეულ აქტიურობა ამნიშნავს აქ. მოქმედების პრინციპებით საინტერესო ინტუიციაზე დაყრდნობითაც შეგიძლიათ იმოქმედოთ, ოღონდ მეორე დაიღალით, ოღონდ არ გადაიღალოთ, ეს არის ძალიან. შეგიძლიათ აქ გააფართოვოთ თქვენი გავლენის სფერო, ასევე როგორც ლიდერმა ხელმძღვანელმა კარგად წარმოაჩინოთ თქვენი მონაცემები, თუმცა შეიძლება ჯერ კიდევ ამ კვირაში იგნოთ ზოგიერთი ადამიანი ეწინააღმდეგებოდ თქვენს გეგმებს, თქვენს მოქმედებებს. ყველა ვერ დაინახავს თქვენში ლიდერს და ყველა თქვენს ავტორიტეტს ამ პერიოდში არ მიიღებს. ამისთვისაც იყავით მზად. თუმცა შეიძლება ესეთი საინტერესო პროექტები ჩამოყალიბდეს, რომელიც ფინანსური კუთხით იქნება საკმაოდ მოგებიანი. ყველას კარგია თქვენთვის 7 აგვისტოს დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 5 და 9 აგვისტოს დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ლომის იმპერატორულ ნიშანს, აი ხო თქვენი დროა. ლომებო მზე გადის თქვენ ზოდიაქოს ნიშანს, ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდია და ეცადეთ რომ პოზიტიური ცვლილებებისთვის გამოიყენოთ ეს პერიოდი. აქ აღნიშნოთ რომ ეს ნიშანი აქტიური ენერგიული ინიციატივია, ნამდვილი ლიდერია, ხელმძღვანელია, კრეატიულია, პროექტმემზიდველია. ასე აღნიშნოთ რომ ზოგიერთი პოზიცია შეიძლება შეცვალოთ ან გადახედოთ, ზოგიერთი გეგმა შეიძლება შეიცვალოს ამ პერიოდში. ეს ის პერიოდი, რომელშიც შეიძლება მოგიხდეთ არა მარტო საკუთარი, არამედ სხვისი პრობლემების მოგვარებაც. ეს მომენტიც არის, მაგრამ ამას ყველაფერს მოახერხებთ. ამავდროულად პარტნიორული ურთიერთობები შეიძლება სასიკეთოდ შეიცვალოს ან ახალი პარტნიორები გამოჩნდნენ თქვენ ცხოვრებაში, ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობას ჩამოყალიბდეს. ყოველ შემთხვევაში აღნიშნოთ, რომ თუ არის ესეთი ურთიერთობა, რომელიც უკვე გძაბავთ ან ხელს გიშლით, შეიძლება ეს ურთიერთობა დასრულდეს ამ პერიოდში. ამ მთლიანობაში გარდაქმნების და სასიკეთო ცვლილებების პერიოდია და შემდეგ კვირა კიდევ უფრო უკეთესია. ყველას კარგია თქვენთვის 4 და 9 აგვისტოს დღეები, თუმცა 9 მაინც ცოტა ფრთხილად გავიაროთ, იმიტომ რომ იცით რომ ცოტა კონფლიქტურ დაძაბულია ეს დღე სავსე მთვარეობაა, მაგრამ თუ ჭკვიანურად იმოქმედებს, შეიძლება პოზიტიურადაც გამოიყენოთ და არ ვარგა 6 აგვისტოს დღე და ეს რიცხვიც. რაც შეიძლება ქალწული ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, ენერგოტონუსი თქვენი დაბოლია, ჯანმრთელობის ტონუსის დაბოლია, ამიტომ ნუ გადაიღლებით. დაღლა შეგიძლიათ, მაგრამ გადაღლა არა, ეს გაითვალისწინეთ. და აღნიშნოთ, რომ მოქმედება შეიძლება იყოს დინამიური, მეორე გადაღლის გარეშე და აღნიშნოთ ისიც, რომ აქ სხვა სახის წინაღობებს შეიძლება ადვილად გადაეყაროთ. ყველას არ მოიწონება თქვენი მოქმედება, თქვენი გეგმები, თქვენი სურვილები და ასე შემდგომ ურთიერთ გაგება ასკარად შემცირებულია და ნდობის ფაქტორით შემცირებული. ამიტომ შეიძლება სერიოზული წინაღობები წარმოიქმნას თქვენსა და ხელმძღვანელებს შორის, თქვენსა და კოლეგებს შორის. და აქ მოდით ესე ვთქვათ, ჯობია, რადგან ენერგოტონუსი თქვენი აქ ეცემა, ეს არის თქვენი ერთ-ერთი ურთულესი პერიოდი, დაავადების წინა პერიოდი. ამიტომ ფარმტრები, ჭორები, ინტრიგები, მოშორნები ცოტა მეტად აძლიერებენ უკვე მოქმედებებს თქვენს საწინააღმდეგოდ. ამიტომ მენასკველი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით, თქვენს გეგმებზე არავის არაფერი არ მოყვეთ და ჯობია რომ აქ ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედოთ და საერთოდ თუ გაქვთ საშუალება, ყველა ჯობია დაისვენოთ, მაგრამ თუ არ არის ამის საშუალება, მაშინ ყოველდღიურ საქმეებზე გადაერთეთ მხოლოდ და არანაირ პროვოკაციულ კონფლიქტებში არ შეხვიდეთ. ყველას კარგია თქვენთვის 7 აგვისტოს დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 9 აგვისტოს დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, აღნიშნოთ, რომ საკმაოდ კარგი პერიოდია თანამშრომლობისათვის, საერთო პრობლემების გადასაწყვეტად, სხვათა დახმარებისათვის. აქ აღნიშნოთ, რომ გაქვთ საშუალება, რომ რაღაც ახალი საინტერესო იდეები ჩამოაყალიბოთ, მათი რეალიზაციაც მოახდინოთ. კი ბატონო, მაგრამ ამავდროულად თქვენი ახალი იდეები ყველასთვის გასაგები არ იქნება, ყველასთვის მისაღები არ იქნება, კონსერვატიულობას, პარტნიორების აქ უფრო მეტად იგრძნობთ. ასე აღნიშნოთ ისიც, რომ შეიძლება ურთიერთობა გართულდეს გარკვეულწილად ხელმძღვანელებთან, რატო გეგმების დაუშვათ შეცვლის შედეგად, ან გეგმების დარღვევის შედეგად, ან დაუშვათ თუ სათანადო დისციპლინა არ გამოავლინეთ,
ესეც შეიძლება გახდეს მათთან გარკვეული დაძაბულობის ფაქტორი. თუმცა კარგია ეს პერიოდი მეგობრული კონტაქტებისთვის და თუ თქვენ შეძლებთ აქ რაღაც საინტერესო ახალი მეთოდოლოგიის გამოყენებას ან რაღაც ინტუიციაზე დაყრდნობით მოქმედებას, კომპიუტერთან ურთიერთობას შორის იქნება ძალიან კარგი ინტერნეტთან, აქედან შეიძლება გაიცნოთ საინტერესო ადამიანები და მიიღოთ საჭირო თქვენთვის ინფორმაცია. მაშინ ეს პერიოდი გაცილებით უფრო ნაყოფიერი იქნება. მას კარგია თქვენთვის 4 და 8 სხვა შორის მეგობრული კონტაქტებისთვისაც საინტერესო პერიოდი და მეგობრების მხრიდან დახმარების ტენდენციაც მოემატებს. 4 და 8 აგვისტოს დღეები კარგია და არ გივარგათ 6 და 10 აგვისტოს დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება მორიელი ზოდიაქოს ნიშნავადებლებს, მრავალფეროვანი მოვლენებით ახსოვსია ეს პერიოდი, სადაც იქნება ესეთი საქმეები, რომელსაც ვერ გადადებთ. და ძალიან ბევრი კონტაქტები, შეხვედრები, მოლაპარაკებები, რაც პროფესიონალურ სფეროსთან იქნება ძირითადად დაკავშირებული. ამავდროულად აქტიურად მოიხდებათ არაერთი საქმის გადაწყვეტა, ზოგიერთი საქმის დასრულება, რაღაცის შესწორება და ასე შემდგომ, რაც გინდათ თუ არ გინდათ გადართავს თქვენს ყურადღებას გაცილებით უფრო საინტერესო მოვლენებისგან, მათ შორის პირად ცხოვრებაშიც. აღნიშნოთ, რომ ზოგიერთი ფინანსური კუთხით, ასე ვთქვათ, მოქმედება და პროექტი იქნება საკმაოდ წარმატებული, მათ შორის პარტნიორული დახმარებითაც შეიძლება მიაღწიოთ აქ წარმატებებს და გადაწყვეტოთ ზოგიერთი მატერიალური საკამათო საკითხიც კი. ამიტომ თავისი პლუსები ამ პერიოდს აქვს. თუ კარგი ურთიერთობები გექნებათ ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან, ის უფრო მეტად ხელშეუწყობს თქვენს ასევე კარიერულ განვითარებას და ამ მხრივ მეტად წისვლას, მაგრამ ჯანმრთელობის ტონუსი უკვე დაბალია, ეს გახსოვდეთ, ამიტომ შედარებით ადვილად იღლებით. ამიტომ დაიღალეთ, არ გადაიღალოთ. მას კარგია თქვენთვის 7 აგვისტოს დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 9 აგვისტოს დღე და ეს რიცხვი. რაც შეეხება მშვილდოსნებს, საინტერესო პერიოდია, ერგოტონუსი მაღალი, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, კომუნიკაბილურია, გონებამახვილია, ლიდერია, ხელმძღვანელია, მრავალფეროვანი შტაბის-კლებების პერიოდია, საინტერესო შეხვედრების და წინადადებების პერიოდია, რაც რადიკალურ ცვლილებებს შეიტანს თქვენს ცხოვრებაში და სოფხედელობაში. კარგი პერიოდია დაუშვათ ახალი ინფორმაციის მისაღებად, სულიერი განვითარებისათვის, მგზავრობა მოგზაურობისათვის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისათვის. აი ეს იქნება ეს კონტაქტები ძალიან ნაყოფიერი. ამასთან ერთად კოლექტიური პარტნიორული თანამშრომლობაც იქნება მეტად სასიკეთო. თავარია რა, ანუ იქნებით ზედმეტად სულსწრაფი, ზედმეტად ემოციურ, ასე ვთქვათ, ფეთქებადი და ზედმეტად პრეტენზიული სხვათა მხრიდან. აი ეს თვისებები მხოლოდ ხელშეუხლიან ურთიერთგაგებას და მათ შორის პარტნიორულ თანამშრომლობას. მას კარგია თქვენთვის 5 და 9 აგვისტოს დღეები, თუმცა 9 ცოტა ყურადღებას ითხოვსით, რომ მაინც სავსე მთვარეობაა და აი თქვენ სწორად ფეთქებად ხასიათს და სარკაზმს და სულსწრაფობას აქ განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება და არ ვარგა 7 აგვისტოს დღე და ეს რიცხვი. რაც შეეხება თხისგან ზოდიაქოს ნიშნავადებლებს, ერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არ ამდგრადია, ამიტომ კარგი იქნება აქ თუ მეტად დაისვენებთ, ან ოდგური საქმეებით შემოიფარგლებით, მან დაღლა პრინციპში შეიძლება თქვენთვის უღონ გადაღლის გარეშე. აი ეს გაითვალისწინეთ. აქ შეიძლება შეიცვალოს ურთიერთობები პარტნიორებთან, როგორც ბიზნეს საქმიან, ასევე სასწავლო პარტნიორებთანაც კი. ზოგიერთი რამ შეიძლება აბსოლუტურად შეიცვალოს ან გადაიფასოს და შეიძლება აქედან გამომდინარე ეს პერიოდი აღმოჩნდეს ასევე არასასწავლო კუთხით, რომ შეიძლება მოგხდეთ ფინანსებთან დაკავშირებული ზოგიერთ საკითხის გადაწყვეტა პარტნიორებთან, აი ზოგიერთ შემთხვევაში ჩათვალოთ შეიძლება რომ არასწორად გადანაწილდა დაუშვათ ფინანსური შემოსავალი თქვენსა და პარტნიორებს შორის, ეს ცოტა ძაბავს ამ ურთიერთობებს და ამან შეიძლება ასევე გამოიწვიოს უსიამოვნებების სახლში, ოჯახის წევრებთან მიმართებაშიც კი. აღნიშნოთ ასევე ისიც, რომ ეს ის პერიოდი, რომელსაც შესაძლებელია გარკვეული ცვლილებები გეგმებისა და საოჯახო და საზოგადოებრივი საქმეები აქ ორივე იქნება ორივე მხრიდან ინტენსიური. ამიტომ ეცეთ რომ 50-50% თანაბრად განაწილო დრო ენერგია როგორც საქმეზე, ასევე ოჯახზე. რომ სამყაროს არ გადაიხარო და მეორე მხარე არ დაგძაბოთ ზედმეტად. მას კარგია თქვენთვის 6 და 10 აგვისტოს დღეები ეს რიცხვები და არ ვარგა 4 და 8 აგვისტოს დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება მერწყულს პარტნიორული ურთიერთობებისთვის საინტერესო პერიოდია ქორწინებისთვისაც შორის, გინდათ ბიზნეს საქმიანი, გინდათ სასწავლო ურთიერთობა საკმაოდ კარგად წარიმართება და უმშვიდად ისიც რომ ეს პერიოდი ითხოვს თქვენგან სერიოზულ ტრანსფორმაციას, ცვლილებებს მათ შორის
თუმცა გარკვეულმა დაწესებულებამ თქვენსა და ევროპულ ადამიანებს შორის შეიძლება ეჩინოს თავი. მით უმეტეს თუ იგზავნით, რომ ვინმე დავუშვათ ზღუდავს თქვენს თავისუფლებას, ან უნდა რომ მოახდინოს მაინდამაინც თქვენს თავს საკუთარი აზრი. აი ამან შეიძლება გამოიწვიოს საფასურო რეაქციები. აქედან გამომდინარე, ამიტომ ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა, ერთობლივი გადაწყვეტილება აქ ნაკლებად წარმატებული იქნება. ეს გაითვალისწინეთ. შემოქმედებითი მუშაობისთვის და ნიჭის უნარის გამოსავლენად პერიოდი საკმაოდ კარგია. პრობლემები მაინც ასეთ გადაწყვეტილებით მშვიდობიანად, დიპლომატიით და კომპრომისებით და არ აგრესიით. ყველას კარგია თქვენთვის 5 და 9 აგვისტოს დღეები, თუმცა 9 იცით რომ სავსე მთვარეობაა და ცოტა ფრთხილად ასევე წინ დახედულად უნდა გავლოთ და არ ვარგა 7 აგვისტოს დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნეშტინაოდებლებს, უამრავი საქმე გექნებათ, უამრავი გეგმები, ვალდებულებების გასტუმრება, ზოგიერთი მოლაპარაკებების შედეგად მიღებული, ასე ვთქვათ, საქმეების შესრულებაც აუცილებელი იქნება, თუმცა თუ გაქვთ საშუალება, ჯობია დაისვენოთ, იმიტომ რომ ერგოტონუსი აშკარად დაბალი გაქვთ. და აქვე აღნიშნოთ, რომ ვალდებულებება შეიძლება ძალიან შეზღუდონ თქვენი შესაძლებლობები. და აღნიშნოთ ესიც, რომ მიერული ყოფი ადამიანები მაქსიმალურად ესწრებიან, რომ თქვენი ტონუსი არ დაეკარგოს და არ გაძლევენ ფაქტობრივად მოსვენების, მოდონების საშუალებას. ამავდროულად ეს ყველაფერი შექმნით ცოტა ნევროზულ, არამშვიდ სიტუაციას თქვენს ირგვლივ, რამაც შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში კონფლიქტების გამოიწვიოს. ამიტომ ჯანმრთელობას მიაქციათ ყურადღება, ეცადეთ შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა დავუშვათ ახლობლებთან, იგივე დავუშვათ ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან ემართებაში, მაგრამ თუ არის საშუალება დასვენებისა, ჯობია რომ დაისვენოთ. მას კარგია თქვენთვის 6 და 10 აგვისტოს დღეები რიცხვები, არ ვარგა 4 და 8 აგვისტოს დღეები და ეს რიცხვებიც. ამ ინფორმაციით საუკეთესო როლებით გემშვიდობებით, მომავალში ხვდებით.